გაიზიარე ბათუმის სიყვარული ინოვაციური ონლაინ პროექტის განხორციელება დაიწყო. ზღვისპირა ქალაქით ვიზიტორების დაინტერესება სოციალურ ქსელში განთავსებული საინტერესო წერილებითა და ფოტოებით მოხდება. ტურისტები ბათუმის შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და განცდებს ფოტომასალებისა და ვიდეო ინტერვიუების მეშვეობით გადმოცემენ. პოლონეთიდან ჩამოსული ეს წელი ბათუმში წელს პირველად იმყოფება და თაფლობის თვეს ადარებს. ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდს კი დაფაზე ხატავენ და ბათუმის სიყვარულს სხვა ტურისტებს ასეთი ფორმით უზიარებენ. ეს ბოტანიკური ბაღია, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით და ძალიან მოგვეწონა. აი აქ კი შენობებია, ის შენობები, რომლებიც ბათუმს უფრო ალამაზებს. უკვე მეორედ ვიმყოფები ბათუმში. აქ ძალიან სტუმართ მოყვარე და ხალისიანი ადამიანები ცხოვრობენ. მომწონს მზე და აქაური კლიმატი. ბათუმში ყველა სერვისია ტურისტებისთვის. ამ სამახსოვრო ჩანაწერებს მალე მსოფლიო სოციალური ქსელის საშუალებით ნახავს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვიზიტორების მოზიდვას სოციალური მედიის გააქტიურებით გეგმავს. სამბიზნე გათვალს დეპარტამენტი მსოფლიოს 10 ქვეყანაზე აკეთებს. ჩვენს მიერ პრეზენტირებული პროექტები ეხება და მიზნად ისახავს ჩვენი რეგიონის შესახებ უფრო მეტი და მომწვევი ინფორმაციის გავრცელებას და ასევე ჩვენი რეგიონის რეკლამირებას. ანუ ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს, ანუ ტურისტებს და გქონდეს მათთან სოციალური მედიის საშუალებით და არა მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით, ესე ვთქვათ, მუდმივი კონტაქტი. პრეზენტაცია გვაქვს ახალ მესამეზე გლობალურ.com, რომელიც მეტალურგიულ ენაზე ახლოსნელში იქნება ხუთენოვანი, რომელიც არის მაქსიმალურად ორიენტირებული მომხმარებელზე, ადვილად მოძებნადი საზეიმო სისტემებში. ზოგადად პრეზენტაცია მობილური აპლიკაციის ბათუმის გაიდის, რომელიც არის Android-ის და iPhone ტელეფონებისთვის. სრულიად უფასო და გავაკეთებია სოციალურ მედიის. გაიზიარე ბათუმის სიყვარული. ეს იმ ონლაინ პროექტის სახელწოდება, რომელიც ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებისა და მოსაზრებების გაზიარებას პოტენციური ვიზიტორებისთვის ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოხალისე სტუდენტები ტურისტებისგან სამახსოვრო ჩანაწერებს და ინტერვიუებს აგროვებენ. შემდეგ კი დეპარტამენტი მასალებს ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის მასშტაბით, ვინცაა ჩამოსული აჭარაში, ტურისტებისგან ინტერვიუს აღებას, ჩანაწერებს აკეთებენ დაფებზე, თქვათ ერთი სიტყვით უნდა აღწერონ მათ ბათუმის შესახებ, თქვათ რა მოეწონათ ყველაზე მეტად და დღევანდელი ინტერვიუ ძალიან ყოფილი ვარ. კიდევ ერთი სიახლე დეპარტამენტისგან. ბათუმის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციისა და სარეკლამო ფოტოების შემცველი ბროშურა 3 ენაზე უკვე გამოიცა და მისი გავრცელება დაიწყო.